ღმერთის წერილში, ლუკას სახარების პირველ თავში დაწერილი არის ერთი მღვდლის სახელად ზაქარიას ამბავი. ეს ზაქარია იყო აარონიანი მღვდელი და იგი მოსეს რჯულის მიხედვით მსახურობდა იერუსალემის ტაძარში. ვისაც ბიბლია მთლიანად არ აქვს შესწავლილი და ბიბლიას კითხულობს მხოლოდ ფრაგმენტებით, შეიძლება ადამიანს ღმერთის წერილის დასაწყისი ნაწილები წაკითხული საერთოდ არ ჰქონდეს, დაბადება, გამოსვლა, ლევიანი, რიცხვი, მეორე რჯული, აი ეს ნაწილები და სხვა მთელი ბიბლიის პირველი ნაწილი რაც არის, რომელსაც ხშირად მოიხსენიებთ ხოლმე ძველი აღთქმის ნაწილს ამავე დროს, ვისაც აი ეს ნაწილი წაკითხული არ აქვს და ეგრევე იწყებს წაკითხვას უკვე ან მათედან, ან მარკოზიდან, ლუკადან თქვათ, ხო? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ ვინაიდან ლუკასთან მოთხრობილი არის ზაქარია მღვდლის ამბავი, რომელიც ტაძარში შედის საკმევლის საკმევად, შეიძლება მას ეგონოს, რომ აი საქართველოში საპატრიარქოს ორგანიზაციას რომ ტაძრები აქვს და მღვდლები რომ ყავთ, რომლებიც ასევე საცეცხლურით საკმეველს აკმევენ, შეიძლება ეგონოს ასეთ ფრაგმენტალურ მკითხველს, რომ ეს ზაქარიას მღვდლობა პირდაპირ შესაბამისია საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლობასთან. ამიტომაც არის ბიბლიის არა ფრაგმენტალური შესწავლა აუცილებელი, არამედ მთელი ბიბლიის შესწავლა არის აუცილებელი იმისათვის, რომ შეცდომაში არ შეხვიდეთ და არ გეგონოთ, რომ თითქოს და ლუკას სახარების პირველ თავში მოხსენიებული მღვდლობა და ტაძარი, არ გეგონოთ, რომ ეს ტაძარი და მღვდლობა არის იგივე რაც საპატრიარქოს ორგანიზაციას აქვს ტაძრები და მღვდლობა. ეს არ გეგონოთ. ამავე დროს, ვინც ასე ფრაგმენტალურად კითხულობს ბიბლიას და ბიბლიის ეს 4 თავი აქვს წაკითხული და შეიძლება მას არც ჰქონდეს ახალი აღთქმის პერიოდში დაწერილი სხვა წერილები წაკითხული, მაგალითად, როგორიც არის წერილები მოციქულთა საქმეები, რომაელთა მიმართ, გალატელთა მიმართ, ებრაელთა მიმართ და სხვა წერილები. შეიძლება ისინი არც ჰქონდეს ნორმალურად შესწავლილი და ჰქონდეს მხოლოდ სახარების 4 თავი, ან 4 თავიდან მხოლოდ შეიძლება მათე ვთქვათ. სიტყვაზე ვიძახი მე ამას. მტკიცებით ფორმაში კონკრეტულ ადამიანზე არ ვამბობ. ზოგადად ვიძახი, რომ შეიძლება ადამიანმა მხოლოდ ეს წაიკითხოს და ამ სახარების 4 თავში დაწერილი არის ასეთი რამ, რომ უფალი შევა იერუსალემის ტაძარში და იქიდან ვაჭრებს გამოყრის და მოვაჭრეობას გააუქმებს. და ყოფილა შემთხვევები, რომ აი ადამიანებს უთქვამთ, რომ აგერ უფალი შევიდა ტაძარშიო და მოვაჭრეობა ალაქმაო და ეს ადამიანები იმ იერუსალემის ტაძარს აიგივებენ, ამსკავსებენ უпростоრად საქართველოში აშენებულ ტაძრებთან და ჰგონიათ, რომ ვინაიდან უფალი იესო იმ ტაძარს, იერუსალემის ტაძარს ეძახდა მამამისის სახლს, ჰგონიათ, რომ საქართველოში რომ ტაძრები აშენებული, ესეც ღმერთისგან დადგენილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ის ზაქარია მღვდელი ზუსტად მსახურობდა იმ იერუსალემის ტაძარში, რომელშიც შემდეგ უკვე უფალი შევიდა და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა. და ის ზაქარია მღვდელი იყო აარონიანი მღვდელი და მოსეს რჯულის თანახმად არავის ჰქონდა უფლება მღვდელი გამხდარიყო გარდა აარონისა. ეს მოსეს რჯულის ბიბლიაში არის დაწერილი. ბიბლიაში გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვი და მეორე რჯული. აი ამ 4 წერილში არის დაწერილი
ბიბლიის ამ 4 წერილში არის დაწერილი მოსეს რჯული და წაიკითხეთ, ისწავლეთ მიხევით დაბადებიდან დაბადება ჯერ დაბადება წაიკითხეთ, დაბადება, მერე გამოსვლა ლევიანი რიცხვი და მეორე რჯული. აი ეს 5-ვე წერილი წაიკითხეთ თანმიმდევრობით და ამ 5-დან 4-ში დაწერილი არის მოსეს რჯული. აი იქ ძალიან მკაფიოდ არის მოცემული ასეთი ბრძანება, რომ მოსეს რჯულის მიხედვით არავის ჰქონდა უფლება მღვდელი გამხდარიყო, თუ კი აარონის შთამომავალი არ იქნებოდა. და აი ეს ზაქარია იყო ზუსტად აარონის შთამომავალი, აარონიანი მღვდელი იყო. ზაქარიას შვილი იყო იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მოსეს რჯულის თანახმად უნდა გაიგრძელებინა აი ეს სარიტუალო მღვდლობა, როგორც მამამისი ასრულებდა სხვადასხვა მოქმედებებს, სხვადასხვა რიტუალებს იერუსალემის ტაძარში. მაგრამ იოანეს შემთხვევა განსხვავებული იყო, მას აარონიანი მღვდლობა აღარ გაუგრძელებია ტაძარში, არამედ იგი იყო იესო ქრისტეს მოქადაგე იყო. და რას ნიშნავს ეს? ღმერთმა იოანე ნათლისმცემელი, როგორც აარონიანი მღვდლის შთამომავალი, გამოგზავნა იმისათვის, რომ უფლისთვის მოემზადებინა ხალხი და ისრაელის მოსახლეობაც ვალდებული იყო, რომ ღმერთის მითითებისთვის და იოანე ნათლისმცემლისთვის მოესმინათ. და უკვე უფალი იესო ამბობს ლუკას სახარების მე-16 თავის მე-16 მუხლში, რომ რჯული, მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იქადაგებოდა, ხოლო იოანეს შემდგომ უკვე დასრულდა, ესე იგი ის მორჩა, აღარ იქადაგება ისე ტაძარში სიარული და სხვადასხვა რიტუალების შესრულება. უფალი ამბობს, რომ რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იქადაგებოდა, ხოლო იოანეს შემდეგ უკვე ცათასასუფეველი იხარება და ყველანი ძალით შედიან მასში. ესე იგი იოანეს შემდეგ უკვე უფალმა იესომ დაადგინა ახალი აღთქმა და ახალი აღთქმის უფალმა დაადგინა ეს ახალი აღთქმა და ამის მიხედვით ჩვენ ვალდებული აღარა ვართ და ჩვენთვის უკვე აღარ არის დადგენილი ისევ სარიტუალო მღვდლებთან სიარული და იერუსალემის ტაძარში სიარული და მით უმეტეს ის იერუსალემის ტაძარი მსოფლიოში ერთადერთი იყო, ეს ბევრჯერ მithქვამს და ეს ჩემი გამონაგონი არ არის, ეს დაწერილი არის თავად ბიბლიაში, რომ სხვაგან არავის ჰქონდა უფლება ტაძარი აეშენებინა გარდა იერუსალემის ტაძრისა. და როდესაც დღევანდელი ადამიანი ასე ფრაგმენტებით წაიკითხავს ბიბლიას, რაღაც აქა-იქ ამოკითხულებით და თანმიმდევრულად არ სწავლობს ბიბლიას, სრულად არ სწავლობს, ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, შეიძლება შეცდომაში შევიდეს და ეგონოს, რომ ეს ლუკას სახარების პირველ თავში მოხსენებული ზაქარია მღვდელი, რომელიც ტაძარში შედის, სადაც იქ ანგელოზი ეცხადება, შეიძლება ეგონოს, რომ ტაძარი, მღვდელი, ანგელოზი გამოეცხადა ზაქარიას, ესე იგი საქართველოში რომ ტაძრებია, ესენიც ღმერთისგან არის დადგენილიო. აი ესეთი მიბმა შესაძლებელი არის ისეთი ადამიანების მხრიდან, რომლებიც ბიბლიას კითხულობენ ფრაგმენტებით და არა სრულად. და ამიტომაც არის მთელი ბიბლიის შესწავლა აუცილებელი, თუ კი გინდათ ის, რომ გაიგოთ ის აარონიანი მღვდლობა რა იყო, მერე უფალმა რომ გააუქმა ეს აარონიანი მღვდლობა და თვითონ უფალი გახდა მღვდელი, აი ესეც კი ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ბიბლიის მიხედვით თვითონ იესო ქრისტე არის მღვდელი. მღვდელიც არის და მღვდელმთავარიც არის. ხო და აი ეს განმარტება ძალიან მკაფიოდ არის დაწერილი ბიბლიაში.
ახალი აღთქმის წიგნთა ნაწილში ებრაელთა მიმართ გაგზავნილ გზავნილში. ებრაელთა მიმართ, აი ამ სახელწოდებით არის ბიბლიაში წერილი მოთავსებული, სადაც ძალიან მკაფიოდ არის განმარტებული აი ამ აარონიანი მღვდლობის უსუსურობა, ადამიანური მღვდლობის უსუსურობა და უფლის იესო ქრისტეს აღმატებულობა. ქრისტე, როგორც მღვდელი, რაოდენ აღმატებულია აარონიან მღვდლებთან შედარებით, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ხოლო იესო ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ჩვეულებრივი, ესე იგი, ჩვეულებრივი ისეთი ადამიანი, როგორებიც აარონიანი მღვდლები იყვნენ, ისეთი ადამიანი არ არის, მას უფრო აღმატებული მღვდლობა აქვს და მან გააუქმა ძველი აღთქმა და დადო ახალი აღთქმა. ხოლო ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია იპარავს ძველი აღთქმიდან სხვადასხვა სწავლებებს, დამახინჯებულად ირგებს და მოსახლეობას აი ასე აჩეჩებს ამ თავის დამახინჯებულ სწავლებას და ეს ზოგადად ასეთი ქმედება ახალი არ არის კაცობრიობის ისტორიაში. თვითონ ბიბლიაშივე ღმერთი გვაგებინებს ისეთ ამბებს, რაც ძველ დროში მოხდა. მაგალითად, იერობოამ ნაბატის ძის ამბავს გვაგებინებს, რომელზეც პირადად მე ხშირად მისაუბრია და ეს ძალიან სამაგალითო ამბავია. იმდენად სამაგალითო ამბავია ეს იერობოამ ნაბატის ძის მოქმედებები, აი რაც გააკეთა მან. ეს იყო ისრაელის მეფე იყო. ჩრდილოეთ ისრაელის პირველი მეფე იყო იერობოამ ნაბატის ძე. და ამ იერობოამმა თვითნებურად შექმნა რელიგიური ორგანიზაცია, თვითნებურად დააყენა მღვდლები, რომლებიც აარონის შთამომავლები არ იყვნენ, თვითნებურად ააშენა ტაძრები, თვითნებურად გააკეთა ორი ოქროს ხბო, თვითნებურად დააწესა დღესასწაული და მოსახლეობას უთხრა, რომ აი ეს ოქროს ხბოები იყვნენ ის ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოიყვანეს ისრაელიანები. და გეყოფათო იერუსალიმში სიარულიო და უბიძგა იმისკენ, რომ იმ ხბოების თაყვანის საცემლად ევლოთ დანში და ბეთილში. ამ ორ ქალაქში დადგა ეს ოქროს ხბოები და ის მღვდლებიც, რომლებიც იერობოამმა დაადგინა, ისინიც იყვნენ თვითმარქვიები და ღმერთი გვაგებინებს ამავე დროს იმას, რომ ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობამ, ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჯერა იერობოამს და არა ღმერთს. და ამიტომაც გასაკვირი არ არის, თუ კი საქართველოში დღევანდელ საქართველოში და არა მხოლოდ დღევანდელ საქართველოში, არამედ ძველ საქართველოშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი უჯერებდა და უჯერებს საპატრიარქოს ორგანიზაციას და არა ღმერთს, ეს გასაკვირი არ არის. აგერ იერობოამის ღმერთი გვაგებინებს იმას, რომ იერობოამს ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჯერა და იერობოამის ცოდვები გაიზიარა ჩრდილოეთ ისრაელის ყველა მეფემ, უკლებლივ ყველა მეფემ და იერობოამის ცოდვები იმდენად სამაგალითო არის, ასე ვთქვათ, როგორც ღმერთისგან გამდგარი კაცის ცოდვები, რომ იერობოამის ცოდვებს აი ასეთი ფრაზით ღმერთი ხშირად იმეორებს. სხვადასხვა ისრაელის სხვადასხვა მეფეების მიმართ, რომ ისინი არ განრიდებიან იერობოამის ცოდვებს და საბოლოოდ ღმერთმა ამის გამო ისრაელიანები ასურელების ხელით გადაასახლა ასურეთში და იქიდან უკვე ჩამოასახლა სხვა ხალხები. საქმე იმაშია, რომ ეს ამბები, რასაც ღმერთი ჩვენ გვაგებინებს, ეს არის სამაგალითო და ჭკუის სასწავლებელი იმისა, რომ დღესაც შეიძლება სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაცია თუნდაც სახელმწიფო დონეზე იყოს აყვანილი, გვატყუებდეს ღმერთს, არ ემორჩილებოდეს და თვითნებურად მოქმედებდეს. და ეს არ გაგვიკვირდეს. ესე იგი, ადამიანებს რომ არ გაუკვირდეთ, რომ
როგორ კაცო საღვთო წერილში ეს წერია, რომ თქვათ ეს ხატი არ შეიძლება გააკეთო და ამას ვერ კითხულობს საპატრიარქოს ორგანიზაცია, ეს მღვდლები ვერ კითხულობენ? აი ასეთი შეკითხვები შეიძლება ადამიანებს დაებადოთ, ხო? როგორ კაცო ბიბლიას ეს მღვდლები არ კითხულობენ? არ კითხულობენ? როგორ კაცო, არა? აბა ამათ მარიციან ეს? და შეიძლება ამით ისე დაიკომპლექსოს ადამიანმა თავი, რომ ეგონოს, რომ ეს ბიბლია რაღაცა გაუგებარია და მე ვერ ვიგებო ამასო. აი ესეთი ის არის რა, ეს დასაფიქრებელია და თვითონ ადამიანები უნდა დაფიქრდნენ აი ამაზე, რომ თუ კი ადრე მით უმეტეს იმ იერობოამმა შესანიშნავად იცოდა ღმერთის მცნებები. თვითონ ღმერთმა დაადგინა იერობოამი ისრაელის მეფედ, ჩრდილოეთ ისრაელის მეფედ, თვითონ ღმერთმა დაადგინა იერობოამი და პირდაპირ უთხრა, რომ თუ კი ღმერთის მცნებებს დაიცავდა, დაუჯერებდა ღმერთს, ღმერთი იერობოამის ტახტს ისევე განამტკიცებდა, როგორც დავითის ტახტი განამტკიცა. ესე იგი, იერობოამს უნდა სცოდნოდა ღმერთის მცნებები. მაგრამ ბიბლიაში დაწერილია, რომ ბიბლიის მეფეების მესამე წიგნში არის დაწერილი ასეთი რამ, რომ იერობოამმა შეგნებულად ითათბირა თავის ვიღაცებთან ერთად და შეგნებულად დაადგინა ეს თვითმარქვეული რელიგიური ორგანიზაცია თავისი მღვდლებით, ტაძრებით, კერპებით და დღესასწაულით თვითნებურად. მან იცოდა, რომ ღმერთს ამით განუდგებოდა. შემდგომ ამისა ღმერთმა იერობოამს მიუგზავნა თავისი წინასწარმეტყველი, ახია წინასწარმეტყველი, მაგრამ იერობოამმა ყურად არ იყო ღმერთის დარიგებები. ღმერთმა მას შვილიც კი მოუკლა და იერობოამის შვილზე ისეთი რამ არის დაწერილი ბიბლიაში, რომ მხოლოდ იერობოამის შვილს ეპოვნა მადლი უფლის თვალშიო და დანარჩენი იერობოამის ოჯახი ღმერთს განუდგა. და ესე იგი, იერობოამის შვილი ღმერთის თვალში იყო ძალიან დადებითად და მან თავისთან წაიყვანა ეს იერობოამის შვილი და ამით იერობოამიც დაისაჯა, მაგრამ მის შვილს არაფერი ვნებია, იმიტომ რომ ღმერთთან დაივანა, მაგრამ აქ კიდევ ერთი დამაფიქრებელი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა გააფრთხილა იერობოამი და თავისი წინასწარმეტყველიც კი მერე მიუგზავნა, იერობოამს თავისი საქმეებისთვის არ დაუნებებია თავი და ისევ განაგრძობდა მღვდლების თვითნებურად ამ თვითმარქვია მღვდლების დადგენას. ხო და აი ეს ისტორია, რომელიც ბიბლიაში არის დაწერილი მეფეების მესამე წიგნში დაწერილია, არის ჩვენს ტყუის დასარიგებლად დაწერილი. რომ შეიძლება დღევანდელობაშიც იყვნენ ცრუ რელიგიური ორგანიზაციები, თუნდაც სახელმწიფო დონეზე აყვანილები, ისე როგორც იერობოამმა თავისი შეთითხნილი რელიგიური ორგანიზაცია აიყვანა სახელმწიფო დონეზე, ასევე ეს საქართველოში საპატრიარქოს ორგანიზაციაც ისეთ დონეზეა აყვანილი, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ რაოდენობას სჯერა ამ ორგანიზაციისა. შეიძლება საქართველოს მოსახლეობის ეს რაოდენობა ყველა მათგანი არ დადიოდეს მღვდელთან, წამდაუწում ამ წირვებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ თავიანთი ბავშვები მაინც მიჰყავთ საპატრიარქოს მღვდლებთან, რომ აი მოგვინათლონო. და მე მინდა მოუწოდო ამ მოსახლეობას, უთხრა მათ აი ასეთი რამ, რომ თქვენს შვილებს ნუღარ მიიყვანთ საპატრიარქოს მღვდლებთან. ესენი არც მოგინათლავენ და ვერ მოგინათლავენ.
ესეთი რამ უფალს არ დაუდგენია, რომ აი მღვდლებთან მიიყვანეთო, მით უმეტეს ბავშვებიო და მოგინათლავენო. ეს მღვდლები უფალ იესოს არ დაუდგენია. და ნუ ითანამშრომლებთ ამ საპატრიარქოს მღვდლებთან. არამედ თქვენ თვითონვე ბიბლია ისწავლეთ. არენდოთ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, აი მე ხო არასოდეს მithქვამს ის, რომ აი რომელიმე სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიდით მეთქი, მე ეს არ მithქვამს. არ მithქვამს ის, რომ აი იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციასთან მიდით, არ მithქვამს ის, რომ აი თქვათ რომელიმე ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციასთან არ მიმითითებია, რომ აი ამასთან და ამასთან მიდით მეთქი. არც ის მithქვამს, რომ ჩემთან მოდით მეთქი, ხო? არამედ აგერ ბიბლია არის, თქვენ თვითონვე ისწავლეთ. და თავს ნუ დაიკომპლექსებთ აიმით, რომ აი ნუ გეგონებათ ის, რომ თქვენ ვერ გაიგებთ. იმიტომ რომ თუ თქვენ, ესე იგი, თუ ღმერთმა რაღაცა გაუგებარი წიგნით აგვიწერა და ღმერთი ვერ გაგაგებინებთ, მით უმეტეს ადამიანები როგორ გაგაგებინებენ? იმ რელიგიურ ორგანიზაციებში ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თქვენ არ გეგონოთ, რომ იქ რაღაცა განსხვავებული ადამიანები არიან. არ გეგონოთ ის, რომ ამ ილია შიოლაშვილს ღმერთი ელაპარაკება. არ გეგონოთ, რომ ამ საპატრიარქოს სხვა მღვდლებს ღმერთი ელაპარაკებათ, ამათ ღმერთი არ ელაპარაკებათ. არ გეგონოთ ის, რომ რომელიმე სხვა რელიგიურ ორგანიზაციას ღმერთთან აქვს მიბმულობა და ღმერთი ელაპარაკება იმათ. არ გეგონოთ ეს, არ მოგატყუოთ ამ რელიგიურმა ორგანიზაციებმა. თქვენ თვითონვე ბიბლია ისწავლეთ, ღმერთი თვითონ გაგაგებინებთ იმ ძველ ამბებსაც ჭკუის სასწავლებლად გასწავლით, რათა დღევანდელობაშიც სხვადასხვა ცრუ რელიგიურმა ორგანიზაციებმა არ მოგატყუონ. თუნდაც აი ამათ ჰქონდეთ საუკუნეების ისტორია. თვითონ იერობოამის ნაბატის ძის მიერ დადგენილმა რელიგიურმა ორგანიზაციამ გასტანა მრავალი წელიწადი და მასაც ჰქონდა უკვე საუკუნეების ისტორია. მაგრამ ღმერთმა იგი არ მოიწონა და ღმერთი საუკუნეებით არ აფასებს ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის სანდოობას ან არასანდოობას. თუნდაც ისლამი რო ავიღო ახლა განსახილველად, ისლამსაც არანაკლებ დიდი ისტორია აქვს, ვიდრე იერობამ ნაბატის ძის მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციას ჰქონდა ისტორია. მუჰამედიდან მოყოლებული დღევანდლამდე მრავალი საუკუნე გავიდა და ამ დროს მუჰამედმა უარყო იესო ქრისტეს სიკვდილით და მკვდრებით აღდგომა და ცოდვისგან გამოსყიდა. და შესაბამისად მუჰამედის ყურანი არ ჩაითვლება ღვთის წერილად და ღმერთის ნალაპარაკებად, რომ აი ღმერთი ელაპარაკა ამას, რაღაცა შუამავლით და მერე დაიწერა ეს ყურანიო, ეს ასე არ არის. ამიტომაც ადამიანები არ უნდა მოტყუდნენ ისეთი რელიგიური ორგანიზაციებისგან, რომლებიც ღმერთის სწავლებას ეწინააღმდეგებიან. და ბოლოსკენ დასკვნის სახით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბიბლიას კითხულობენ ფრაგმენტებით და ლუკას პირველ თავში წაიკითხავენ იმას, რომ ვინმე ზაქარია მღვდელი მსახურებდა ტაძარში, სადაც გამოეცხადა ანგელოზი, თქვენ არ გიგონოთ, რომ აქ საუბარია საქართველოში, რომ ტაძრებია აშენებული ასეთ ტაძარზე, არა, ის იყო იერუსალემის ტაძარი, მსოფლიოში ერთადერთი, აი ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, მსოფლიოში ერთადერთი იყო, არა იმიტომ, რომ სხვაგან ვერ ააშენეს და სახსრები არ ჰქონდათ, არა, არამედ იმიტომ, რომ ეს ღმერთის ბრძანება იყო, რომ სხვაგან არავის ჰქონდა უფლება სხვა ტაძარი აეშენებინათ. ამავე დროს ქრისტეს მოციქულებიც
ადამიანებს უქადაგებდნენ იმას, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში. მათი ეს ქადაგებები დაწერილი არის ბიბლიაში, მოციქულთა საქმეების მე-7 თავში, მე-17 თავში ამავე დროს და ასევე არის ესაია წინასწარმეტყველთან, ბიბლიაშია ესეც, ესაია წინასწარმეტყველის 66 თავში. ზოგჯერ ადამიანები ამბობენ ხოლმე, რომ მოციქულებიო, იმიტომ არ აშენებდნენო ტაძრებს, რომ იმ დროსო დევნა იყოვო და ვერ აშენებდნენო და ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მოციქულთა მოღვაწეობის დროს ყველგან დევნა არ იყო. იყო მთელი ადგილები იყო ისეთი, სადაც დევნა არ იყო. პირველ ეტაპზე ქრისტიანების ისეთი დევნა არ იყო, როგორიც მერე დაიწყო. ძირითადად პირველ ეტაპზე ქრისტიანებს დევნიდნენ ის ებრაელებიდან ისეთი ებრაელთა ის ნაწილი, რომლებიც ურწმუნო იყო, ასე ვთქვათ და აი ისინი დევნიდნენ მორწმუნე ებრაელებს. და საქმე იმაშია, რომ პირველ ეტაპზე ქრისტიანებს არ ქონდათ ისეთი დევნა, რომ მათ ვერ შესძლებოდათ ტაძრების აგება, თუ კი ეს იქნებოდა აუცილებელი. პირიქით, ქრისტიანებს და ქრისტეს მოციქულებს ტაძრები არ აუშენებიათ, იმიტომ რომ თვითონ ღმერთს არ დაუვალებია ასეთი რამ მათთვის. და თვითონ ებრაელებსაც კი ქადაგებელმა სტეფანემ უქადაგა ის, რომ მართალია სოლომონმა სახლი აუგო ღმერთს იერუსალემში, მაგრამ უზენაესი ხელქმნილში არ არის დამკვიდრებულიო. ესე იგი, თვით ის იერუსალემის ტაძარიც კი რეალურად არ იყო ისეთი ფუნქციისა, რომ აიქ ღმერთია დამკვიდრებული, ღმერთის სახლია და რაღაც არა. იმ იერუსალემის ტაძარს ჰქონდა თავისი ფუნქცია, რომელიც შემდეგ ამოიწურა და თვითონ უფალმაც იწინასწარმეტყველა ტაძრის დანგრევა, იერუსალემის ტაძრის დანგრევა, რაც ახდა კიდეც რომის რომმა გაანადგურა იერუსალემის ტაძარი. ხო, აი ეს არის და ესე იგი, რაც მინდოდა ძირითადად მეთქვა ბიბლიის ფრაგმენტალურმა მკითხველებმა, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ბიბლიის სრულად წაკითხვაზე და თუ კი აქამდე თქვენ მხოლოდ ბიბლიის აქა-იქ ადგილები გქონდათ ამოკითხული და გეგონათ, რომ იერუსალემის ტაძრის მსგავსად ეს საქართველოში აშენებული ტაძრებიც ღვთის სახლებად არის მიჩნეული ღმერთის თვალში, თქვენ მოტყუებულები ხართ და აუცილებელი არის, რომ ბიბლიასთან ხელახლა მიხვიდეთ და მთელი ბიბლია დაბადებიდან მოყოლებული გამოცხადების ჩათვლით, გულდასმით და ყურადღებით წაიკითხოთ, რათა ეს ფრაგმენტალიზმი, რაც თქვენში არის შემოჭრილი, ეს ღმერთმა მოგაშოროთ და სრულად მთელი სრული სწავლება დაგანახოთ უფალმა. რათა გაიგოთ ახალ აღთქმაში ღმერთი ჩვენ რას გვეუბნება უფალმა იესომ, ეს რა ახალი აღთქმა დადო, რა სახარება მოგვიტანა, რა სასიხარულო ამბავი მოგვიტანა და როგორ ხდება ცოდვისგან გამოსყიდვა, როგორ ხდება დღეს ცოდვისგან ადამიანის განწმენდა და წმინდანად გახდომა, როგორ ხდება სულიწმინდით მონათვლა. აი ეს რომ გაიგოთ, აუცილებელი არის ბიბლია ისწავლოთ და ამავე დროს ბიბლიაში დაუკვირდეთ პირველ საუკუნეში როგორ ხდებოდა გაქრისტიანება, ადამიანები როგორ ქრისტიანდებოდნენ, აი რას უქადაგებდა უფალი იესო თავის მსმენელებს, შემდეგ რა დაავალა უფალმა თავის მოციქულებს და მოციქულებმა უფლის ბრძანება როგორ შეასრულეს
და რა ხდებოდა პირველ საუკუნეში, როგორ ხდებოდა გაქრისტიანება. ეს დაწერილი არის, ეს ყოველივე დაწერილი არის ბიბლიის ახალი აღთქმის ნაწილში. ახალი აღთქმის დროს დაწერილ წერილებში, სახარების 4 თავშიც, მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, მოციქულთა საქმეებში და ამავე დროს მთელი იმ წერილებში, მთლიანობაში, რომლებიც არის მოხსენებული საყოველთაო წერილებად რომაელთა მიმართ, გალატელთა მიმართ, ებრაელთა მიმართ და ასე შემდეგ გამოცხადების ჩათვლით.